თურქეთს ძლიერი ციკლონი დაატყდა თავს რადიოსადგურ მაიაკის ცნობით ქრის ძლიერი ქარი დიდთოლებამ კი ქვეყნის მასშტაბით ათეულობით ავტოსარგზაო შემთხვევა და საცობები გამოიწვია. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. ციკლონის შედეგად არის მსხვერპლი, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა სტამბოლის ძველ დასახლებებში. არიან დაშავებულების. დიდთოვლობის გამო ანკარაში გზებია პარალიზებული. კურორტ ანტალიაში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში პირველად მოვიდა. ძლიერმა ციკლონმა თურქეთში ბალკანეთიდან გადმოინაცვლა. სავარაუდოდ ძლიერი ციკლონია ანკარა-სტამბოლის ავტომაგისტრალზე მომხდარი მასშტაბური ავტოავარიის მიზეზიც. 10-ზე მეტი ავტომანქანა და რამდენიმე ავტობუსი თხრილში გადავარდა. დაიღუპა 1 და დაშავდა 27 ადამიანი. დაშავებულები ავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტოსარგზაო შემთხვევის შედეგად გზატკეცილზე საცობები წარმოიქმნა. სამართალდამცველების ვერსიით მოყინულ გზაზე მცხოვრებმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლეს. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ ცუდი ხილვადობა. თურქეთში ახლა ძლიერი ნისლია, რის გამოც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მცხოვრებს ურჩევენ საჭესთან არ დასხდნენ.